ვარაუდობთ გადაცემაში. მოვისმინეთ აქ ძალიან ბევრი მოსაზრება, შეფასება და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი დავით საგანელიძემ თქვა, რომ ინტერპოლით მოხდება უკვე მისი ექსტრადირება. რა ბერკეტები არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეეფარდა პატიმრობა, მართლა რეალურად იქნას დაპატიმრებული? მოგესალმებით ქალბატონო ინგა, მივესალმებით თქვენს ტელემოყურებელს, მადლობა სიხით მოწვევისთვის. ეს ბერკეტები, მე ამ წინა გამოსვლელებს დავეთანხმები, ბატონო შალვამისაუბრად ვარწდები, რომ აბსოლუტურად არარეალისტურია ეს გადმოცემა. დღეს ნამდვილად ასეა, ვინაიდან ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გავეცნოთ ქრონიკას 2012 წლის მიწურულიდან მოყოლებული, თუ რა განცხადებებს აკეთებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ცივილიზებული სამყარო, მოდი ასე ვთქვათ, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორ აფასებენ ისინი მიმდინარე გამოძიებებს და იმ კამპანიას, რომელიც მიმდინარეობს. არანაირი პერსპექტივა ამ მხრივ საქართველოს საგამოძიებო სამსახურებს არ აქვს, პირდაპირ მოგეტყვით. ძალიან ელემენტარულია შეგვიძლია დავით კეზერაშვილის საქმე გავიხსენოთ, სადაც უკვე საფრანგეთის სასამართლომ ეხლა უკვე თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნა და რომ პროკურატურა ცდილობდა მოწმეების მანიპულირებით ვთქვათ, შეეთითხნა საქმე. შესაბამისად, ეს საკითხი პრაქტიკულად ჩემი აზრით განსახილველიც არ გახლავთ. ანუ თქვენ არ ფიქრობთ, არ განიხილავთ. მე მინდა ერთი კითხვით დავიწყო თქვენთან ინტერვიუ, უბრალოდ უკვე ერთი დაგისვით. ვინ არიან საქმეში ის მთავარი მოწმეები, ვისი ჩვენებების საფუძველზეც მიხეილ სააკაშვილს შეუფარდა სასამართლომ პატიმრობა? თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ ეს. მთავარი მოწმეები საქმეში არის ქალბატონ ნინო ბურჯანაძე არის მთავარი მოწმე. ოღონდ კურიოზული გახლავთ ის, რომ პროკურატურამ ჯერ გამოიტანა ბრალის დადგენილება 28 იულის 13 საათზე, ხოლო ქალბატონ ნინოს დაკითხვა დაიწყო 3 საათზე. ანუ ჯერ ბრალის დადგენილება შექმნა, ჯერ ისტორია, ჯერ ნარატივი წარმოგვიდგინა, ხოლო შემდგომ დაიწყო მის ირგვლივ მტკიცებულებების აწყობა. ვინაიდან მანამდე არსებული ჩვენებებით არც ერთი მოწმე სააკაშვილის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღებაზე არ საუბრობს. აქ იმაზე არ ვსაუბრობ, ეს გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებებს არ ვაფასებ თავისთავად, უბრალოდ ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაიმე გადაწყვეტილება მიიღო, ამგვარი ფაქტზე არც ერთი მოწმე არ მიუთითებდა. მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის და ვანო ჩხარტიშვილის ჩვენებები იყო რაღაც განზრახვებზე, რომელიც მათი ინფორმაციით ირაკლი ოქრუაშვილმა ეს ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე 2007 წელს ჩვენს ეთერში განაცხადა. მან განაცხადა ისიც, რომ ლიბანის პრეზიდენტივით რომ უნდა მოეკლათ ბადრი პატარკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით ბადრი პატარკაშვილის მკვლელობა დაუკვეთა მას. პირადად მას ეს უწერია ჩვენებაში. ეს როგორც ჩანს პროკურატურამ დამაჯერებლად არ მიიჩნია ეს ისტორია, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ბრალის დადგენილებაში ჩვენ გვეწერებოდა ამგვარი რამ. ბატონო, ერთი წუთი თუ შეიძლება დამიკონკრეტეთ, ჩვენებაში ოქრუაშვილის წერია, რომ პირადად ოქრუაშვილს დაავალა სააკაშვილმა პატარკაშვილის ლიკვიდაცია. დიახ. ასე ამბობს ოქრუაშვილი და რას ამბობს ნინო ბურჯანაძე? რა არის მის ჩვენებაში? ნინო ბურჯანაძე 2007 წლის 9 ნოემბრის მისი ცნობილი გამოსვლა გვახსოვს, რომ სახელმწიფომ აიცილა უმძიმესი საფრთხე სახელმწიფო გადატრიალების სახით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა შეცვლილი აქვს პოზიცია, მას შემდეგ რაც როგორც ჩანს ვლადიმერ პუტინთან რამდენიმე აუდიენცია ჰქონდა და ახლა ვთქვათ სხვა კუთხით, სხვა ჭრილში აფასებს ამ მოვლენებს, მიაჩნია რომ არაფერიც არ ხდებოდა და ასე ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მაგრამ სანამ აი ამ საქმის დეტალებზე ჩვენ ჩხარტიშვილიც თუ შეგიძლიათ გვითხარით, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთი ძალიან სანდო მოწმე, რომელიც ყავს პროკურატურას. მე არ მინდა ხა პიროვნული თავდასხმა გამომივიდეს, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებ ამ სახელს და გვარს. იგი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მოწმე და ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა იგი დაიბარა და მას გაანდო რაღაც მისი ზრახვები იმეთთან დაკავშირებით. რაღაც აბსურდული ჩვენება გახლავთ. ეს რამდენად სანდო მოწმეა ვანო ჩხარტიშვილი, ეს თავად ნეიტრალურმა ადამიანმა შეაფასოს, მაგრამ მე მინდა ერთი ძალიან საინტერესო პასაჟი გავახსენო ჩვენს ტელემოყურებელს, ძალიან მოკლე პასაჟი 2012 წლის 22 ნოემბრის
პრესკონფერენციიდან, რომელიც გამართა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. იგი ამბობს შემდეგ რამეს: განუსაზღვრელი რაოდენობით დაპატიმრებები და პრეზიდენტის დაპატიმრება არ არის ჩემი სურვილი. როდესაც სააკაშვილს შევხვდი უთხარი, გამოდი ბოდიში მოიხადე და გადადექი. რჩევა მივეცი და არა ულტიმატუმი. გამოსავალი აქ მხოლოდ ერთშია, რომ საზოგადოება უნდა დაარწმუნონ, რომ იგრძნეს და განიცდიან იმ დანაშაულებს, რომლებიც ჩაიდინეს და ზუსტად მათი ქცევა ზრდის რიგებს პროკურატურასთან. ივანიშვილმა ამავე ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეახსენა, რომ გასაღები მათ ხელშია და ურჩია შეცვალონ აგრესიული ძალადობის და სისხლის რიტორიკა. პრაქტიკულად ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ანუ ამ მასიური სისხლის სამართლებრივი დევნის კამპანია სანამ დაიწყებოდა და დასაწყისის სტადიაში იყო, უკვე თავისი მოსაზრება გაგვიზიარა, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებაც ჩააყენა საქმის კურსში, რომ სააკაშვილის დაპატიმრება და ზოგადად ნაციონალური მოძრაობის ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნა დამოკიდებულია პირდაპირ კორელაციაშია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ქართული ოცნების ოპონირებასთან. ანუ თუ სიცრუის და ძალადობის რიტორიკას, როგორც იგი ეძახის კრიტიკულ აზრს და ოპონირებას, თუ ამას შეწყებდა ნაციონალური მოძრაობა, მაშინ დაპატიმრებების შეწყდებოდა, გასაღები მათ ხელშიაო, პირდაპირ ამბობს, დაუფარავად, პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენება მისცა მან საზოგადოებას. ეს უკვე ყველა კითხვის ნიშანს ხსნის. გასაგებია, რატომაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, გასაგებია, რაც არის ბიძინა ივანიშვილის мотиваცია. უბრალოდ ერთი პატარა განსხვავებაა, მასში გახლდათ ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დე იურე მმართველი, იგი პრემიერ-მინისტრის პოზიციას იკავებდა, მას ჰქონდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და იგი ფორმალურ ძალაუფლებას ფლობდა, ხოლო დღეს გვაქვს აბსოლუტურად სხვა სურათი, იგი გახლავთ რიგითი მოქალაქე, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მოკლედ დავასრულებ, ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც არ ჭირდება ორჯერ გამეორება ბიძინა ივანიშვილისგან, პრეზიდენტი, რომელიც ვეტოს ვერ ადებს კანონს ისე, რომ ბატონ ბიძინას არ შეუთანხმოს, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ბიძინას დაძახებულზე, ასე ვთქვათ, აგროვებს დეპუტატებს, რომ ვეტოს გადასალახად მზად იყვნენ. აი ესეთი კომიკური სიტუაცია გვაქვს. იგი მან დაგვისახელა მერობის კანდიდატი, მის ბრძანებას ასრულებს პროკურატურა. ეს არის ძალიან მძიმე სიტუაცია, როდესაც კონსტიტუციური ფარგლებიდან ჩვენ გასულები ვართ, ერთი პირის ხელში არის უზურპირებული ძალაუფლება და მის დაკვეთებს ასრულებენ ყველანი, მათ შორის ჩემი წინა გამომცვლელიც ბატონი ზვიადი, რომელიც პარტიაც იყიდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 არჩევნების წინ. მოუბრუნდეთ საქმეს, თუ შეიძლება პოლიტიკური განცხადებებისთვის მე არაერთხელ ეს ამ საქმეზე პოლიტიკური განცხადებებს ქალტონინგა ვერაფრით ვერ ავწდებით. მე სიამოვნებით მოგახსენებთ რა არის ამ საქმეში. მე მაინტერესებს ასევე კიდევ ერთი რამ თქვენ ბძანეთ, მაშასე დასახელებულია თქვენს მიერ ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქუაშვილი, რომელმაც თქვა, რომ მას დაავალა ბადრი პატარკაიშვილის ლიკვიდაცია და ვანო ჩხარტიშვილი. და კიდევ ვინ? ჯოზეფ კეი. ჯოზეფ კეი, ეს 4 არის ის ადამიანი მთავარი, რომელიც ამ საქმით კიდევ არიან გამგებლები, გუბერნატორები, ადამიანები, ვინც იქ იყვნენ. როგორ გითხრათ, ანუ მხოლოდ ნინო ბურჯანაძის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაღაც გადაწყვეტილებების იღებდა, ასე ვთქვათ, მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღებაში, მხოლოდ ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მიტინგის დაშლის და იმედის საკითხზე მიხეილ სააკაშვილი იყო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილის მიმღები. ეს ჩვენება მარტო ბურჯანაძეს ეკუთვნის. დანარჩენი მოწმეები მათ სააკაშვილთან შეხება არ ქონიათ, ანუ ისინი ამბობენ, რომ რაღაცა მოსაზრებები გამიზიარა, ასე ვთქვათ, 7 ნოემბრამდე ან პოსტფაქტ. გასაგებია, ცნობილი სახელები და გვარები ეხა ხვდებით კარგად, რატომაც გეკითხებით, თქვენგან უფრო ყველაზე მეტ ინფორმაციას მივიღებთ ამ შემთხვევაში. იგივე გამგებლები, გუბერნატორები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ სააკაშვილის გუნდში, არ ფიგურირებენ ამ საქმეში. არა, ამ საქმეში ფიგურირებენ, ძალიან ბევრი ადამიანი ფიგურირებს ამ საქმეში, მაგრამ ხოვევნებით, ანუ ექს-პრეზიდენტის მიერ რაიმე გადაწყვეტის მიღებაზე ისინი არ საუბრობენ, იმიტომ რომ ფიზიკურად მათ შემხებლობა პრეზიდენტთან არ ქონია. გასაგებია და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, როგორც იურისტ დღევანდელ გადაცემაში ყველა სტუმართან მიწევს ამ თემაზე საუბარი, ვინაიდან საქმე, რომელიც გამოც მას პატიმრობა შეეფარდა მიხეილ სააკაშვილს, სწორედ 7 ნოემბერი და ბადრი პატარკაიშვილია. მე მაინტერესებს თქვენი როგორც იურისტის პასუხი. როდესაც ჩვენ მოვისმინეთ დაუშვათ ახალი ბრალდება იგივე პატარკაიშვილის მიმართ, რომ თითქოს დაგეგმილი ქონდა მას 4 ადამიანის მკვლელობა, მათ შორის ერთი იყო გოგა ხაინდრავა. აქვე მოვისმინეთ ის, რომ თურმე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, კოდუა უცებს შეაჩერა და უთხრა, რომ მათ აღარ აინტერესებდა თუ აღარ იყო საჭირო იმ 3
ადამიანის ვინაობის დადგენა. Აი თქვენ როგორც იურისტი ამას როგორ შეაფასებდით? რა მოხდა? თუ რეალურად ინფორმაცია ვიღაცას უნდა მიეწოდებინა ბადრი პატარკაიშვილის მხრიდან კოდუასთვის ვანო მერაბიშვილს რატომ უნდა გაეჩერებინა მაშინ? ანუ რეალურად რა ხდება? რატომ დაიწყო დღეს აი პინგ-პონგი დაუშვათ კოდუასა და მერაბიშვილს შორის? კოდუასა და მერაბიშვილს შორის პინგ-პონგი არ დაწყებულა, ეს სხვაგვარი ინტერპრეტაცია ამ ყველაფრის. ნუ ჩემეული ინტერპრეტაცია. მე მოგახსენებთ ამას დაკავშირებით ჩემ აზრს, მე ჯერ მინდა გამოვეხმაურო ერთ პასაჟს, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბადრი პატარკაშვილი გარდაცვლილია და რაც ამდენად მორალურია, საუბარი იმაზე, რომ მან ვიღაცის მკვლელობა დაუკვეთა. ჩვენ გვაქვს საქმეში ჩანაწერი, როგორც ის ვერსია, რომელიც მედიას მიეწოდა, ასევე ვრცელი ვერსია, გამოქვეყნდა დღესაც ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომია, ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა დაგეგმილი შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზაცია. მან უნდა დაეძინებინა, კოდუას რატომ შეხვდა ბადრი პატარკაციშვილი? კოდუა იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, პატარკაციშვილი ვარაუდობდა, რომ კოდუა დაპირისპირებული იყო მერაბიშვილთან და სურდა ამის გამოყენება. კოდუას მოსყიდვით მას ჰქონდა განზრახული, რომ აიღო ხელში სამინისტრო და არაკონსტიტუციური გზით შეეცვალა ხელისუფლება. მეორე პასაჟი, რომელიც ასევე არის ამ ჩანაწერში, რომელსაც ვერანაირად სხვა კონტექსტში ვერ ჩავსვამთ, ეს არის არჩევნების საკითხი. ბადრი პატარკაციშვილს საერთოდ არ აინტერესებდა, რა შედეგით დასრულდებოდა არჩევნები, უნდა ყოფილიყო მასიური არეულობა და მთელი მისი მოღვაწეობა აი ამ ტიპის ინტრიგების ხლართვას უკავშირდება. ამავე დროს, ქალტონინგა, მე მინდა ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენო, მე მესმის, რომ ადამიანი გარდაცვლილია, არსებობს გამოთქვა, რომ მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს, მაგრამ თვითონ ფიგურა პატარკაციშვილის დედხასანის გარდაცვლილია, ხო? ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, მაგრამ ეს ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი, რომ შევაფასოთ მისი მოღვაწეობა, მისი ღირებულებები, როგორ იშოვა მან ფული. რამე ნიჭიერი ფინანსისტი იყო, რამე გამოიგონა, თუ რაღაც აქციები შეიძინა, თუ ძალიან სწორედ იმედის ეთერიდან ვსაუბრობ და გამომივა, რომ ამ შემთხვევაში მე პატრონეების ინტერესებს ვიცავ, მაგრამ მე ძალიან რა თქმა უნდა ადამიანურად ძალიან ეხლა იმაზე საუბარი მე მოგახსენებთ რომ ადამიანურად ძალიან რთულია და მძიმეა, ბუნებრივია, მიცვალებულია და მის მიმართ რაღაც ანგარიშწორებაზე არ არის აქ ლაპარაკი, მაგრამ მას რაღაც სუფთა წარსული რომ ეხლა ლიკვიდაცია დაუკვეთა თურმე და ეს როგორ ვაკადრეთ მის სახელს, ესეთი რაღაცაც არასერიოზულია, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, საკმაოდ გავლენიან ფიგურაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში 90-იან წლებში ძალიან საეჭვო კრიმინალურ მე იცით რატო უსვამდი ამას ხას გეტყვით, აი რატო მთელი განაცემის განმავლობაში ყველაზე საინტერესო დეტალი მე არ დამიწყია იმ ინტერვიუების გარჩევა, ხო? უბრალოდ თავისთავად გაჩნდა ეს კითხვა, ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას, ირაკლი კოდუამ თქვა, რომ მისთვისაც გაუგებარი იყო, რატომ გააჩერა მერაბიშვილმა და რატომ შეუშალა ხელი იმ რაღაც ფულის გადაცემას თუ სამი ადამიანის გვარის დასახელებას. აი, მთელი გადაცემა ამ პასაჟს უსვავხას. ანუ რატო არ მოხდა ეს ფაქტები იმ საგამოძიებო ფილმებში, რომელიც ჩვენ გვინახავს? რატომ აქამდე არ ითქვა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი აქამდე რატომ არ ითქვა და რატომ ითქვა სხვა რამ? კერძოდ ის, რომ ბადრი პატარკაციშვილს სურდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში აღება და მინისტრის დაძინება და განეიტრალება და შემდგომ არჩევნებზე მასობრივი არეულობის მოწყობა, რომ არაკონსტიტუციური გზით აიღო ხელში ხელისუფლება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ ისედაც ვიცოდით. ამას სხვა კიდევ რაღაც დეტალები და სხვა შრეებიც თუ აქვს, ეს არის რაღაც დამატებითი საკითხები, მაგრამ ძირითადად შრეები ადამიანების სიცოცხლეზეა, ხო, საუბარი სამი. რა თქმა უნდა, საქართველოში მე მინდა ყველა მიცოდეს და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოში რომ განხორციელებული იყო ბადრი პატარკაციშვილის სცენარი, ამას შეეწირებოდა არა 3 ან 4 ადამიანის, არამედ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ჩვენი ქვეყანა ძალიან დიდი ნაბიჯები დაიხევდა უკან. ჩვენ ახლა უკვე ეს თავიდან ავიცილეთ და ამ პერსპექტივიდან ვაფასებთ ამ მოვლენებს, მაგრამ ძალიან მძიმე შედეგები ექნებოდა ძალოვან სტრუქტურებს. ჩვენ ხო გამოვიარეთ 90-იანი წლები, როდესაც ერთმანეთს ესროდნენ სხვადასხვა დანაყოფები, ქართული რაღაც ფორმირებები, ზოგი კანონიერი, ზოგი თუმცა აღარ გვინდა ახლა 90-იან წლებზე, მე უბრალოდ კითხვა დაგიშვი, რა მოხდა გადატრიალება, მინისტრის განეიტრალება, ministris მხრიდან დაპირისპირება პრეზიდენტთან, ministris დაძინება, მოკლა და შემდგომ არჩევნების ჩაშლა და გადასვლა ქუჩაში, ეს არის 90-იანი წლები. ანუ ამაში რაღაც მე არაფრის დრამატიზირებას არ ვახდენ. ჩვენ უბრალოდ ეს სცენარი თავიდან ავიცილეთ. არა, მე არ გედავებით კითხვებს გიხავთ, უბრალოდ იმ კითხვებზე ვაკეთებ აქცენტს, რომელიც
რომელიც ბუნებრივად გაჩნდა, ხო? შეუძლებელი იყო, ხო, რომ სამი ადამიანის სახელი და გვარი ესე იგნორი მოეხდინა შინაგან საქმეთა მინისტრს და არ გაეგოთ ვისე მე ვერ მოგახსენეთ, ალბათ შოთა უტიაშვილის ჯობდა დაგესვათ ეს კითხვები. მე როგორც ვიცი, ინფორმირებას მოხდა, თუ არ ვწდები გიორგი თარგამაძის, მაგრამ ეს დეტალები ჩემთვის უცნობია, დაუსვით ეს კითხვა უფრო შესაბამისად კომპეტენტურია. საინტერესო იყო თქვენს მიერ ეთერში გაჟღერებული განცხადება მოწმეებთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძე, ვანო ჩხარტიშვილი, ჯოზეფ კეი და ირაკლი ოკუპირებული ხალხი. დიდი მადლობა. იმედია შემდგომ ეთერებში კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას მივიღებთ ადვოკატისგან, მაშასე სამწუხაროა რომ დღევანდელ ეთერში მოუცველობის გამო ვერ მოახერხა მონაწილეობა ირაკლი ოქრუაშვილმა. რამდენიმე წუთში უბრუნდებით პირდაპირ ეთერში, არ გადართოთ რეკლამის შემდეგ თემას განვაგრძელოთ.